მანამდე კი кайფი 23-ში ნახე. ჯოკოვიჩი, ალკარას ჯოკოვიჩი. სამი მოიგო ტიპმა. მეორე თქნა ეგეთი რაღაცა. წლის შესრულება. იცი ზეჭე. ტიპს ორჯერ შეეძლო. ის და ამის ვიკიპედია აღარ შემილია და მაჩვენ. ყველაზე კაი. დაფაზე ვყავარ მასწავლებლებს გამყვანა. აბა! აი, ეს? რა გამიტრაკე საქმე შე? ზეჭემა, არ იცი ეს დარწმუნებული ვარ და მაგითო გეუბნები რომ 2021-ში 2023-ში ტიპს შეეძლო წლის სლემის შესრულება. ან მეწოდები რომ ვიკიპედია არ არსებობდა და ისე ცხოვრობდი ამდენი ხანი. აი, სანამ არ შეიქმნა პროსტა ანუ როგორ რა საკეთო? კითხულობდი ბიბლიოთეკაში დადიოდი და ეს. არა, მაგრამ ჟურნალებს და გაზეთებს კითხულობდი. ისინი ქონდა ენციკლოპედიები? კი. საბჭოთა ენციკლოპედიები, ვის არ ქონდა? მე თქვენ. აი, გამოვხედავ და ვიკიპედია რო გახსნილი სუბიჭო აი. ყველაზე მოსახერხებელია ინფორმაციის მოძიების მომენტში რა. ChatGPT-ს რო კითხო რაღაცა ყლეობას გიპასუხებს, მოგატყუებს უეჭველი სიჩუმა და აქ ნაღდი ინფორმაცია. შენ არ იცი. ხო, Gemini-ს უფრო აქებენ. არა, ChatGPT საშინელი კაცია. როგორ ხართ ესეთი დონაცია? როგორ ხართ? კალა გაასწორა გუშინ სტრიმმა და ლუკას საყვირმაცო. ხო, ეგ წავიკითხე სხვათაშორის რომ ისმენდა რაბანას ლაპარაკს არ არა, უსმენდე. არა, მე წამიკითხო, მე ვკითხულობ აქ დონაციებს. ხო, ლუკა დონაციების საკითხვაზე დავაბრუნეთ, იმიტომ რომ და საერთოდ ვთხოვ რომ კამერაც რო დაგვიყენოს, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი ადამიანი ყავს გვერდით, რომ დამკვრელებს რო უზიან ხოლმე, ხო იცი, ქორწილებში. ფულს ვინც აგროვებს რა, ველში ვინც წერს, რომ ამ სიმღერის მერე მარგალიტები ლალი და ალმასის მერე იქნება ისა. მითხარ სათხარს ყიდოს ვაპირებდი სხვადასხვა ჩემ სტრიმზე იყო დონაციები 200 ლარის, მაგრამ რაბანამ წაიღო და ვეღარ ვიყიდე. კაი, შემდეგი ჩემ ჯიმა ავთოს ვულოცავ დამდეგ დაბადების დღეს. თუ შეიძლება თქვენიც დამდეგი დაბადების დღის მადლობა. რადგან უახლოს დღეებში აქ ალბათ რა. დამდეგი მარტო ახალი წლის მილოცვა გამიგია. სხვა რამის მილოცვა არ გამიგია. ხო. დამდეგს გილოცავთ, ეს ნიშნავს ახალი წლის მილოცვა. მაგრამ იქნება იმ კაცისთვის, იმ ადამიანისთვის. დამდეგ გიორგობას გილოცავთ, არის ხოლმე, რავი, არ მსმენია. იქნება იმ ძმის დაბადების დღე იმისავით არის რა ქვია. დამდეგს გილოცავთ, მეგობრებო. ხო, ამ შეხვალდა იყოს, ხო. ავთო დამდეგ დაბადების დღეს გილოცავ? ავთო? ავთო არა? ხო, ხო. შენ საყოლტო. რა? რო დაიმახსოვრე სახელი. მე მაგარი ის მაგაში. რა მთელი ცხოვრება არის რა. ადამიანს არა მალიორკას რეზერვების მასაჟისტი იცი ვინ არის შეჩემ ბიჭო ეგ ეხა მამახსოვრდება ფეხბურთზე რეპორტაჟის დროს ხშირად რო რაღაცას ვიმეორებ მაგრამ აი ესე პირველად რო შეხვდები ადამიანს და ხალხს ჩამოვართო სახალხო გეუბნები გამარჯობა ტატო გამარჯობა დათო დავიდა დათო უყურებ მე და ორ წამში სახელი აღარ მახსოვს რა ქვია შეჩემ ხო არ გითხავ თავინო მოგეძავ პირველ შეხვედრაზე მეც ეგრე ვარ ხოლმე იმიტომ რომ მე რა მემართება ხოლმე იცი მე ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა ისა გამახსენეთ სახელი და შევა არ უთქვამს ვაფშე ვიღაც ხო ვართ და მაინც გამახსენეთ სახელი და მაგრამ რაღაც პაუზას ვიღებ რა იმიტომ რომ აღარ მახსოვს მითხრა თუ არა დაჟე ხანდახან იმდან გათშული ვარ ხოლმე რა და მე რო ფიქრობ რომ შეიძლება მითხრა სახელი შეიძლება არც მითხრა ვაფშე მაგრამ თუ მითხრა ჯობია რომ პაუზა ავიღო ცოტა ხანში ვკითხო იმიტომ რომ რაღაც აბსოლუტური იდიოტი გამოდივარ შეჩემ კაცო სახელს გეუბნება შენ ცოტა ხანში ორ წამში უბრალოდ უკან და უკაცრავ და სახელი შემახსენეთ მაგრამ რაღაცა ის მაქვს ხოლმე კონცენტრაციის ნაკლებობა მაქვს ეგეთ დროს არ ვიცი რატო გონია რომ ავტომატურად უნდა დავიმახსოვრო სახელი ან მარტივად პირდაპირ უნდა დავიმახსოვრო რომ მეტყვის მაგრამ არ მომახსოვრდება რა მოვიწლება ხოლმე ეგრე და კაი მეთოდს მივაგენ ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ და ბევრს გექნება დარწმუნებული ვარ კაი მეთოდი ვიცი ერთი რომელიც ვიღაცამ თქვა ადრე სადაც ვიდეო ნახე რომ ვიღაცა ეგ სახელს რო გეტყვის უნდა გაუმეორო ეგრევე უნდა თქვა რა ელიზაბეთ მეორე მიმართავდა მაგ მეთოდს როგორც ვიცი ხო რომ ბევრჯერ იმეორებდა ვისაც გაიცნო აი დათო ძალიან სასიამოვნოა დათო დავით რაღაცა ერთხელ რო იტყვი გაგიჯდება თავში უნდა გაურითმოთ ან დათო რაღაცა მოგხვდა ფართო თუ რაღაცები ხوارი ლადო მოგხვდა ფართო ადო მკვერცხი დადო ხო რაღაცა რა ხო ჯერ შემოგარტყავს ერთს ლადო უნიტაზო კაი შემდეგი დონაცია ბიჭებო მაგრამ ევასებით ტატო განსაკუთრებით ალა შენ არ გეწყინოს იმიტომ რომ ამას შიცი გწერს დიდი მადლობა შიცი გწერს ტატოს ღიმილი შეახმა ორშვილიანი ქალი მომწონს შიცი ქონდა შეჩემა მეჯიკ ჯონსონს ეხლა რაღაც უნდა მოყვე ორშვილიანი ქალი მომწონს მგონი მასაც მირჩიეთ რამე ქმარი აშკარად არ ყავს აშკარად არ ყავს ვარაუდს გაარკვიე მაგას გირჩევდა აშკარად არ ყავს ნახდად არ ყავს დარწმუნდი რომ ყავს თუ არა ეგ მეც ნახე იმას როგორ იყო რომ ისა რომ იმას აშკარად იმას აცოდა ეგ მიხვდა რომ იმასაც მოწონს და ქმარი ყავს თუ არა გაარკვიე დანარჩენი შევათა რა
არა, გაარკვია ჯანზია თუ არა ხმარ პირველ რიგში. თუ ყავს ერევი თუ არა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კარადაში რო იქნები, რო შემოვა, რომელი მოერევით? IMDb-ს რეიტინგით პირველზეა ანიმეებში. აჰა, რა გინდა? ეგ და ისა Full Metal Alchemist. არიან პირველ ადგილზე, One Piece-ია ერთი თქვემოთ. 1167 ეპიზოდიო ბიჭო. One Piece ხო? 1160 Santa Barbara შეჩემა. კიდე გადა. და ტირე აქვს მარტო წელი არ უწერია აქეთ ბიჭო. შევაუყურებს მაგას. და ხო იცი ვისაც ნანახე ყველა მობს რო გოუთია. ეგ ანიმე. 1167. Simpsons-ებს ამდენი აქვს. მეტი ექნება. Simpsons მეტი ექნება. არა, პატარა აქვს შედარებით, მაგრამ Simpsons ეპიზოდები 20 წუთიანია. აი ყველაზე მკიდე ყველა ანიმე, მაგრამ შენსკენ 800 ბიჭო, Simpsons-ების ეპიზოდი არის 803. ამათ აქვს 1167 ბიჭო, ეს 37 სეზონია Simpsons-ები. Simpsons-ები 37 სეზონი, ეს ვერ იქნება 17 სეზონი, 99-ია დაწყებული. წარმოგიდგენია, ანუ ამდენი Simpsons-ების ამდენი სეზონია ძალიან ცუდი. ბევრი ძალიან. ბოლოები ხო ძალიან ცუდებია. და ეხ ამაზე ყველა ამბობს, რომ კარჩი გოუთია რა, ბროს როგორ გინდა დაждდა და უყუროს შემო. რანაირ გადავდო ცხოვრება, მაინტერესებს მართლა. იმიტომ რომ აი ანიმეს მაყურებელი ვინც არის ყველა ამბობს, რომ One Piece არის აი ტოპ. აუ ტიპი ეძებს რომ რაღაცა treasures-ო, ანუ ვერ იპოვა 1100 დანებდეს 1117 ეპიზოდი თუ რაღაც ვერ იპოვა, მაგის დედაც მოტყან უღაეძებს, მაო. შეეშვი, არ არის ესე იგი, მოგატყუეს, რავი. 1167. ეს როგორ ამის ხურება როგორ იქნება, აბა 1000 ამის ხურება როგორ უნდა დაიწყო, ბიჭო? აი ჩაუჯდები. პირველ სერიას ვთო და 1166 როა წინ. როგორ უნდა უყურო მაგას, ბიჭო? 20 წუთია თითო? თითო არის 20 წუთიანი? 22. კაი 20 ავიოთ 5-ზე. 20 ავიოთ, ესე 5-ზე უნდა გაყო. ანუ 210 სერია, 210 საათია ესე იგი. 210 საათია რა. ჰა? 1160 და რამდენი სერიაა? 67. თითო არის 20 წუთიანი. 3-ზე უნდა ბოდიში, 3-ზე უნდა გამეყო. ბერსერკი ვნახე. 400 საათია დაახლოებით. აჰა, შევარნაძე შემოვიდა. 400 საათი. ჩემიკაიო. ო 400 საათი, 22-23 წუთიანი თქვით რა. შევა შემოვიდა და იცავს ახლა One Piece-ის ინტერესს. 400 საათი შეჩემო. 400 საათი. მოდი ვთქვათ რომ დღეში 8 დღე ფუნქციონირებ ადამიანი რა. აი რაღაც ხო ძილი ჭამა რაღაცები ტუალეტი რაღაც დრო ხომ მიდის 8 საათი უბრალოდ დღეში რა 8 საათი შეგიძლია რომ დაუთმო აი ამას იმენა 8 საათი. ანუ გამოდის რომ რამდენი 50 დღე. 50 არაფერი არ დააკეთო. 50 დღის განმავლობაში ამას უნდა უყურო მარტო რა. 8 საათი დღეში შეჩემ. დღეში 8 საათი უნდა უყურო, ხო რაღაც პერიოდში დააპაუზებ, ტუალეტში გახვალ, რაღაცა ის მოგინდება, გაზეთ გასვლა მოგინდება, ამე ჰაერს ჩასუნ თქვა. 50 დღე საქმე არ უნდა გახვიდე ფაქტობრივად. და ამას უნდა უყურო, რომ დაეწიო სერიებს შეჩემ. ხო, მე მიკვირს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ ანუ რანაირად შეიძლება რომ 1000 რაღაც სერია დაგჭირდეს რაღაცის სათქმელად. არა, ნახე, არა, ბევრი რაღაცაა. ნახე ხარ ხდება ისტორია. ნახე ხარ ხდება Simpsons-ები ხო არის 800, ცოტაა რა თქმა უნდა 1167 არა. მოუკიდებელი სერიებია, ანუ არ არის ხო, სიუჟეტი. ეგეც მართალია. ცალ-ცალკე ტიპები. ოდა მაგას ვამბობ 1100 რაღაც სერია როგორ ვერ იპოვა რაღაც შეჩემ. მაგრამ ნახე, მაინც რა დროის ამბავში გეუბნები. 757-ში რო ვერ იპოვა. ხო, აი როგორ არ დანებდა. 752 რო შატო გააგრძელა. კი, და კიდე 1000 სერია ეძებდა შეჩემ. კი 1000 არა 400. მაგრამ ისა Simpsons-ები ხო 803 ვთქვათ სერია რა ეხა ამ მომენტისთვის. სადღაც ალბათ რო უხეშად რო ვთქვა 400 სერია რო იყო შემა მეტიც არ ვიცი. ეგრევე ხوار მიასკდები და არ უყურებ კაცო, გადაანაწილებ რა. ხო, რა სეზონში 20-ია რა. აი გავიგეთ მართლა. გავიგეთ რომ ძალიან დიდია. ვიცოდეთ ისედაც რომ One Piece ძალიან დიდია. სადღაც 400 სხვა რამეს ვამბობ. სადღაც 400 სერია რო იყო Simpsons-ების გასული რა, მეტი ცოტა კიდე დაჟე. ყველა ნანახი მქონდა. ანუ მე მივხვდი იმისა რომ Simpsons-ები დაიწყო, მაშინ ვერ უყურებდი ხო 90 წლების დასაწყისში საუნდა ვიყურებდი 91-ში და 92-ში Simpsons-ები და 89-ში დაწყებული. მაგრამ მერე 2000-ების დასაწყისში ძველი სერიები ყველა მოვძებნე, გადმოვწერე და უყურებდი რა და დავეწიე და რო გამოდიოდა ის სადღაც რომელი წელი იყო ალბათ აი 2011-12 ის რომელი სეზონი გამო 16 სეზონი ნანახი მაქვს სანამ კაი იყო ხო და აი 23-24 სეზონი შეიძლება 2012-2013 წელს იქ ვიყავი რა ანუ რო გამოდიოდა ყოველ კვირას ახალი ისე უყურებდი რომ ახალი იყო და ყველა ნანახი მქონდა რა მაგრამ მე ჩამორჩი და ეხლა რამდენი სეზონი გავიდა იმის მერე თო
არა რომ გავყოლოდი ძალიან წყნარად ვიქნებოდი ისევ იქვე. არა, კი არ ვაჯავთ. არა, ძალიან ბევრია პროსტა. 22 არის რომ ამდენი სერიაა და რთული საყურებელია. ბატონო დავაჯვა რაღაცას არ მინახავს. ნახე დარწმუნებული ვარ რა ეხა მაგხელა რეიტინგი რაღაცა ეგეთ მაგდენ სერიასთან და ამდენ ადამიანს მოწონს და გემოვნებიან ხალხს მოწონს მართლა რა. ხო არა, ცუდი არ იქნება. ცუდი არ იქნება. რამდენი ხანი ვერ გაგრძელდებოდა ეს ცუდი რო იყოს. 99 წელი 27 წელია გადის უკვე და. დიდი სიამოვნებით ნახავდი. არა მე ვერა, შანსი არ არის. Attack on Titan 98 ეპიზოდი აი ამას ჩაუჯდა. Attack on Titan ამავიწყდა. მე ძალიან მევასება რა ვი. თან დამთავრებულია შეში. ესეც ბოლოს იპოვის ალბათ ხო ახლა? 1000 სერია დაჟე ცოტა მაგ ისტორიისთვის მართლაო. ჩემი ბორხეს იმენა საფაულში ესე ტრიალებს. ტატოს აგიჟებენ. ბორხეს აქ ბევრი მოთხრობა ძალიან, რომელსაც არის 4 და 3 გვერდიანი და 5 გვერდიანი მოთხრობებია და მოთხრობებში ნალაპარაკები არის ვითომ რაღაცა წიგნზე, რომელიც არ არსებობს რეალურად რა. აი ვიღაცა გლევარია, რომელმაც იპოვა რაღაცა წიგნი და 5 გვერდში გიყვება ამ წიგნში რა წერია. ეს წიგნი არ არსებობს რეალურად. მოგონილია ავტორი, წიგნის შინაარსიც და ყველაფერი და ბორხეს აქ ფრაზა თქვა, რომ რატომ უნდა დახარჯო 300 გვერდიო, რომ რაღაცა აზრი გამოთქვა, როცა 5 გვერდში შეგიძლია ეგ აზრი თქვა, ან ჩაატიო რა, 3 გვერდში და 4 გვერდშიო. One Piece-თან მიმართებაში აშკარად ძალიან მტრული დამოკიდებულება ეკნებოდა 1100 სერია თუ არა საკმარისი. იმის თუ პოსტები უკვე წამო თქვენი აზრით ქონდა თუ არა შანსი იენ ნაჩოს ოქროს ბურთის მოგების? ეს არის შემოგდებული ზარი. რენდომ კითხვა. ეს იმიტომ ხდება ესე დონაციები, რომ ამოჭრან მე და გააშარჟონ TikTok-ზე და სხვადასხვა პლატფორმებზე. Wait a minute. Who are you? ინტრიგა რატო? ინტრიგას რომ იყოს, მე ამას დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი მილიონების განსასწავლად. მაგრამ ბატონო ასეთი დათო ამოჭრიან და მე დამაბრალე რა. ამოჭრიან ამ ყველაფერს ეხლა რასაც უპასუხო. აი ამას ამოჭრიან, კამაც. შენ დაიწყე მე ამ კამათო ადამიანო, გითხარი რომ არ არის ეს ადგილი 9 ჯერ გაგაცემული, პასუხი ადვოკატებიც იყვნენ აქა. ვერ ხედავ რომ არ მინდა გაიგონო. შენიღმული ზარია რა გაუგებარი რა იყო კეთილი სხვა დროს გაგცემთ პასუხს რადგან დღეს არ მეძება საშუალება მე ის გქენი არა უნდა კარგი უპასუხე რო ამოჭრან ხო შენ გაიცი პასუხი რა მაშინ რა ამოჭრან აი ესეთი რასაც გაცემ ხა პასუხს კი ბატონო არა გაკუფლება შენ ამათ უთხრა რა გააკეთო და რა თვითონ გადაწყვეტო ვეუბნ წაუკითხავ რამდენჯერ ძალიან გთხოვთ ესეთი დონაციები თავი შეიკავოთ თორე მე დავადგენ IP ადრესებს და მოვალ და მე ხა ეს არ პასუხო არ პასუხო არა მე სხვა რამეს პასუხო ეს არის შემოგდებული დონაცია ვიღაცას ეწერა დღეს ძალიან კარგად ადემოვალ უკმენი რო ატლეტიკოში გადავიდა მენეჯერს რო თამაშობ FIFA-სიო და AI-ო კომპიუტერიო ყლე ტრანსფერებს კეთებას რო იწყებსო ეგეთი ტრანსფერია რაც ლოგიკურ ტრანსფერებს აკეთებს ხოლმე მე ხარ რო გავყოლებებს ხოლმე აი ისე ფუტბოლ FIFA არ ვიცი მაგრამ ფუტბოლ მენეჯერში არის ხოლმე რო 3-4 წელი რო გავა მე აი ძალიან ისეთი რაღაცები შეება მოხდეს ისე ტიპი გააძო ისეთ გუნდში რო ვერ წარმოგიდგენია და ეგეთ ტრანსფერები ეგეთ ტრანსფერია ზუსტად ტატო მაგრად მიყვარხარ და გთხოვ მაპატია რაც გაწყენინე დემბელე გწერს გთხოვთ მივულოცოთ ზურიკოს ეპშტინის ფაილებში არ ყოფნა და სული სიზუფთავე ჯერ მოიცა კაცო ჯერ ბოლომდე გავკეთე ყველაფერი არ არის ბოლომდე არ არის გაკეთილი სულიკოს ჯერჯერობით ვლოცავთ რომ ჯერჯერობით არ არის ამ ფაილებში როგორ ხედავთ ორშაბათობას 10 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგ რა უცნაური დონაცია ეხლა ფიქრობ დღეს ფიქრობდი მაგას ოთაშორის ცოტა ხნის წინ გადაცემას ამ დავიწყებდით მართლა შენ ხო არ დაადონატე და არ გახსოვს არა მაგას ფიქრობდი რომ 10 წლის შემდეგ ხო არა 10 წლის შემდეგ ვიფიქრე 10 წლის შემდეგ კი არ ვიფიქრე 10 წელი როა გასული რა ხო ნუ 5 წელი 4 წელიწადში 4 წელი 6-ში ვართ უკვე ხო მაგას ვიფიქრე შეიძლება даже მეტიც შეიძლება 15 იყო ან ჯამში 15 შეიძლება მართლა 10 წლის შემდეგ გამოდის ხო ანუ აი ფიქრობდი რა იმაზე რომ რამდენი ხანია უკვე რაც ესე ყოველ ორშაბათს გამჯდარი გვაქვს რომ ორშაბათი არის გადაცემის დღე და მოვდივართ აქ იქნება თუ შენთან თუ მანამდე სხვა ხო ვიკრიბებთ რაც მას ვაკეთებთ ყოველ ორშაბათს და რამდენი ხანი რომ და წარმოვიდგინე რომ აი კიდე 5-6 წელია გასული და ისევ ესე რომ და მომენტ რატომაც არა რავი Inside NBA 26 წელი ხო ნუ მანდ ხო იცვლებოდნენ ვიღაცებს თუმცა ეს სასტავი ძალიან დიდი ხანია არის უკვე
ეს 15 წელი ნამდვილად არის მე თუ არა, ხო? ხო არა, რატო არა? რა კვირაში ერთხელ ვაკეთებთ და თან ისეთ რაღაცაზე ვაკეთებთ, რომ აქტუალურია სულ რაღაცა. არ ვიღლებით, ანუ გვაქვს აღმავალი და დაღმავალი პერიოდი შეიძლება რომ უფრო ენთუზიაზმით ვართ ზოგჯერ და ხანდახან უფრო ნაკლებად. ფეხბურთის მიმართაც არის ხოლმე ეგეთი რყევები, მაქვს ხოლმე და განსაკუთრებულად თუ ცუდი ვიკენდი იყო, ჩემ ხასიათზე ასე ვთქვათ, უფრო აისახება ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში რო ავიღოთ, ანუ ძალიან გვსიამოვნებს ეს საქმე და ეს ურთიერთობა და ანუ აქ არის დადებით ენერგეტიკის მიცვლა-მოცვლა მიდის ხო და საათზე მეტია ეთერში ვარ და ჯერ წესიათ ფეხბურთზე არ გვილაპარაკია, ჯერ კიდევ ხურდებით ასე. ფეხბურთზე არ გვილაპარაკია ჯერ წესიერად. ამიტომ ხო რა ვიცი, აგერ თურმე შესაძლებელია რომ გადაცემა ისე გააკეთო რამდენიმე საათიანი რომ ფეხბურთზე არც ილაპარაკო რა. კილიან მბაპეს ქრაშავდა ხომ ვერ დამეხმარებით რომ დავეკონტაქტო. ანა გვწერს. ცუდი აზრები მოგივიდა თავში. რაღაცა ისე ჩაიცი. არა, პასუხი ვერ მოიფიქრე სასაცილო, რომ აი რაღაცა ისეთი პასუხი ძალიან ბანალური იქნებოდა, რომ ეხლა ჩვენ პირობა მივეცით რომ ნომერს არავის მივცემდით და რაღაც ეგეთი. ოკეი. მბაპეს გაგიკვირდება ანა და ესე კარგად არ ვიცნობთ და მაგითო საკონტაქტო არ გვაქვს. ჯერ არა, ჯერის გარეშე. გარეშე. ტრანს შეყარებული ხო ყავდა? არ ვიცი. კი. არა, ამბავი მახსოვს, მაგრამ მე მგონია რომ შეიძლება ტყუილი იყო. ხო, ნუ ეგეთი ამბავი იყო ატეხილი, არ ვიცი ამდენ მართალია და თუ ეგ მართალია, არ ამგონია დიდი შანსი გქონდეს. შენ რა იცი ანა? რაიცი. ვივარაუდე? რაიცი. ვივარაუდე. იმასაც ის ერქვა კამილა თუ რა. რა ერქვა იმას არ მახსოვს. ვივარაუდე რომ დიდი პროცენტით ქალბატონის დონაცია იყო. ტყუილა. დუდუს უთხარით გამოეჯვა ხვალ FIFA-ს სათამაშოს. პირდაპირ ესე არ უთხრა. დუდუ გადი და ითამაშე. მე შენ ძმაკაცი არ ვარ, შენ ძმაკაცი როგორც მოგმართავს, ეგრე ვერ მოგმართა. არა, რა თქმა უნდა, ეგ ხა აბონტია. FIFA-ს ნეკამ თამაში კაი არის.